Მოგვიყვანს მაცია კოპალიანი იყო. ჩვენ კი თემას სტუმართან ერთად განვაგრძობთ ჟურნალისტი ზიად ქორიძე გვეცდება თბილისის სტუდიიდან პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობისა ბატონო ზიად, მადლობა რომ ხართ მთავარი სტუმარი. ბატონო ზიად, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს, შესაბამისად ეჭვობენ, რომ ისინი არ მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და საფრთხე შეექმნება გამოხატვის თავისუფლებას. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს ისიც თქვა, რომ ეს არ იყო სიტყვის თავისუფლების დასაცავად გამართული აქცია, ეს იყო პოლიტიკური აქცია, რომელიც ატარებდა მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს. მსგავსი შეარსის კომენტარები დღეს სოციალურ ქსელშიც მკეთდებოდა. თქვენ როგორ შეაფასებთ რადგან დღევანდელ აქციამ ბატონო ზიად ვისი ბრძოლა ეს? აქვს თუ ამ შემთხვევაში ამ მოცემულობაში მნიშვნელობას თუ ვის ინტერესს ატარებს არხი? თავისთავად ადამიანებს პირველში მოგესალმებით. დიდი მადლობა თეონა, რომ დღეს აჭარის ტელევიზიის მეშვეობით შემიძლია მოქალაქეებს ვესაუბრო და გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილებები. რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქეს, ყველა მაყურებელს აინტერესებს თუ ვინ არის ამა თუ იმ სატელევიზიო არხის მესაკუთრე, ფორმალურიც და არაფორმალურიც, ვინ განსაზღვრავს იქ ძირითად სარედაქციო აქცენტებს, მაგრამ დღეს თუ ჩვენ დავაკვირდებოდით არა იმას თუ რა ჩანდა და მისი კომენტარები პოლიტიკოსების, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლების და სხვების ჩვენს ეთერში, არამედ ნახავთ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ ამ აქციაზე, მათ ერთი მხრივ ნაკლებად ადარდებდათ, ესე ვთქვათ, კითხვა, რომ იქნება თუ არა მათი მისვლა ამ აქციაზე ვინმეს მიერ აღქმული როგორც ვინმეს პოლიტიკური დაკვეთის შესრულება. დღეს ადამიანებს ეს განწყობა იქ არ ქონიათ და შესაბამისად ერთ-ერთი მსგავსი სტიგმა, რომ რუსთავი ორი ეს არის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური იარაღი, რომ მის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავს მიხეილ სააკაშვილი ან ვინმე სხვა პოლიტიკოსი ნაციონალური მოძრაობიდან, ეს დღეს არ იყო მუშა სტიგმა, ეს არ იყო მუშა სტერეოტიპი, რომელსაც შეიძლებოდა ადამიანებისათვის ხელფეხი შეეკრა და დღეს იქ არ მისულება. და არის ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ კონკრეტული ტელევიზიის, კონკრეტული სარედაქციო პოლიტიკა კი არ იყო დღეს უმრავლესი ადამიანებისათვის, ვინც იქ იყო მისული, იმიტომ რომ სხვადასხვა ჯგუფებში მომიწია, მე თვითონაც საუბარი და სწორედ ამაზე ვჟელებდით, არამედ ადამიანებისთვის, ვინც დღეს აქციაზე მივიდა, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ქვეყანაში უნდა იყოს პლურალისტური მედია სივრცე, რომ ქვეყანაში მედიის მეშვეობით უნდა ისმოდეს განსხვავებული ხედვები, აზრები, შეხედულებები, ფაქტების განსხვავებული ანალიზი და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანი სწორედ ჩემი აზრით იყო ეს, რომ დღევანდელ აქციამ გარკვეულწილად გარდამტეხი როლი ითამაშა იმაში, რომ მოქალაქეებს ნელა ეს გაეხსნა, ასე ვთქვათ, მეორე სუნთქვა და მათ ძალიან კაფიოდ დასვეს საკითხი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენ საზოგადოებაში გაცილებით მეტ ადამიანს ხვალ ზეგში აწუხებს, რომ მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის დღეს მედიის ამ მდგომარეობის გადარჩენა, ხვალ გაძლიერება, რომ ნელა მართლა მდგრადი გახდეს ქვეყანაში თავისუფალი მედიის გარემო, რომ ვერავინ ვერ შეძლოს მისი დანგრევა. მედია პლურალიზმი ახსენეთ, დგას დღეს რეალურად ქვეყანაში მედიის თავისუფლება, საფრთხის ქვეშ სიტყვის თავისუფლება ზოგადად? რა უნდა დგას და ჩემი პათოსი ვის გამოც მეწავედი დღეს ამ აქციაზე, ძალიან ბევრი ადამიანი დღეს იყო ამ აქციაზე მისული, სწორედ გაპირობებული იყო იმით, რომ ქვეყანაში
ამ პლურალისტურ გარემოს, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის საკმარისი პირობა ქვეყანაში თავისუფალი მედიის ნორმალური მდგრადი გარემოს შექმნისთვის, მაგრამ არის აუცილებელი, სწორედ ამ აუცილებელი გარემოს ნგრევის პროცესი მიმდინარეობს დღეს და ეს არ არის აქ წითელი ხაზი არ გადის მხოლოდ რუსთავიოზე, მისი სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია, რომელსაც საკუთრების საკითხი ქვია, თავისთავად თუ საკუთრებითი დავა მნიშვნელოვნად წელიწად-ნახევრის განმავლობაში უნდა გადაწყვეტილიყო ხოლმე ეს დავა, იმიტომ რომ საკუთრებითი დავა შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. დიახაც, ეს საკუთრებითი დავა არ არის მხოლოდ, ეს არის დავა, რომელიც შეეხება, რომელსაც აქვს პოლიტიკური მდგენელი და სწორედ პოლიტიკური მდგენელია უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ის თუ კონკრეტულად რომელი X ან Y მეპატრონე ეყოლება რუსთავიორს. ამიტომაც რუსთავი 2-ის საკუთრებითი დავა ბჭყალებში არის პოლიტიკური დავა რუსთავი 2-ისთვის და იმისთვის, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო შინაარსი შეიცვალოს. დღეს ჩვენ ვხედავთ მსგავს დამოკიდებულებას საზოგადოებრივ მოუწყებელზე, რომელმელა მოსალოდნელია ამ არხზე, ჩვენს საზოგადოებრივ მოუწყებელზე დაიწყოს სხვადასხვა მოტივით, არ აქვს ამას მნიშვნელობა მიზანი რამდენად კეთილი არ უნდა იყოს და მიზანი როგორც ეს ყოველთვის კეთილია, ხო? უკეთესი საზოგადოებრივ მოუწყებლის შექმნის მოტივით დაიწყოს იმ გადაცემების გაქრობა, რომელიც ქმნის ამ არხის სარედაქციო პოლიტიკას, ჩვენი მოუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას. და ასევე რამდენად პრობლემურია ის, რომ მაგალითად დღეს ხდება ერთიანი დიდი საერთოეროვნული მოუწყებლის ჩამოყალიბება, გულისხმობ იმედის, მაესტროს და უკვე GDS-ის, რომელიც რამდენიმე დღეში შეიძლება საერთო მოუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი აღარც იყოს და კვლავ სასპეციალიზებულ მუსიკალურ განსაკუთრებულ არხად დარჩეს. აი ამ კონგლომერატის, როგორც მთავრობის პოლიტიკის დამტარებლის ძლიერი მედია ცენტრის გაძლიერებას ემსახურება. ჩვენ სწორედ მივიღებთ ერთ პლუსიან მედია გარემოს და მე როცა პლუსი ერთია, რა თქმა უნდა, პლურალიზმზე საუბარი ძნელია. რა თქმა უნდა არის პატარა კუნძულები ჩვენს ტელესივრცეში, რომლებიც დღეს ცდილობენ, რომ ეს თავისი სათქმელი საზოგადოებას უთხრან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთოეროვნული მოუწყებლობის ბაზარზე ჩვენ შეიძლება მივიღოთ მხოლოდ ერთი პლუსი. და ერთ პლუსიან გარემოში უკვე საუბარი თავისუფლებაზე ხდება ქიმერა და სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ თავისუფალი მედია გარემო. ბატონო ზიად, საკუთრებული დავა ახსენეთ. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რა შედეგი შეიძლება დადგეს ვგულისხმობთ უზენაეს სასამართლოში საქმეს, რუსთავის საქმეს, რომელიც სხვადასხვა ინსტანციაში 2 წელია გრძელდება. საკუთრებითი დავა გრძელდება და მისი შედეგი რა თქმა უნდა დღეს მხოლოდ მოსამართლეების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და მე არ ვიცი მოსამართლეები რაც გადაწყვეტენ, მე არ ვიცი რატომ ვერ შეიკრიბა აქამდე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა და რატომ ვერ იღებს 9 მოსამართლეს შემადგენლობი დაკომპლექტებული ეს პალატა გადაწყვეტილებას და ამტკიცოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თუ დააბრუნოს უკან, ამას არ ვიცი ახლა ეს რა შედეგი დამთავრდება, მაგრამ ფაქტია რომ ამ გადაწყვეტილებასაც ვერ იღებს უზენაესი სასამართლო, ვერ იღებს იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ საკუთრებითი დავა. მე ამის თქმა მინდა, ეს არის პოლიტიკური დავა და ამ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ დავაში იჭრიდება ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერესი საზოგადოებრივი. ეს არის თავისუფალი მედიის მდგრადობა. აი ეს არის ამოცანა. ამიტომ შეიძლება გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღოს ისეთი, რომ არ შეცვალოს არხის დღევანდელი მესაკუთრე, თუმცა არხის დღევანდელ მესაკუთრესთან მოხდეს გარკვეული გარიგება მენეჯმენტის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით და არხის პოლიტიკაზე ამან მოახდინოს პირდაპირ გავლენა, შეიძლება მოხდეს ცვლილება მესაკუთრის და ამან გამოიწვიოს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, იმიტომ რომ ის აუცილებლად შეცვლის მმართველობას, ის აუცილებლად დაუდგენს ახალ წესებს
ჟურნალისტებს. აი ყველაზე სერიოზული პრობლემა არის არა ეს ამ დავის შედეგი, არამედ ის თუ რამდენად იქნება სარედაქციო პოლიტიკა და სარედაქციო შინაარსი რუსთავიერისა დაცული. დღეს მე მგონია, რომ ეს არის დარტყმის ქვეშ და ჩვენ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება პირადად მე არ მომწონდეს ან მომწონდეს სარედაქციო პოლიტიკა რუსთავიერის, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. ფაქტია და გადამწყვეტია ის, რომ რუსთავიერის სარედაქციო შინაარსი არის განსხვავებული. არის სხვა და ეს სხვა გვაძლევს ჩვენ სტიმულს იმისათვის, რომ ქვეყანაში გქონდეს თავისუფალი მედია და ჩვენ ამისთვის და უბრალოდ მისი მდგრადობისთვის უფრო მეტად ვიბრძოლოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. თუ ჩვენ არ გვექნება ამ შინაარსის მქონე ტელევიზია, მაშინ ჩვენ გვექნება ერთშინაარსიანი მედია გარემო და იქ უკვე ძალიან გაგვიჭირდება, ყველა მოქალაქეს გაუჭირდება. იმ ადამიანებსაც კი, ვინც დღეს დარწმუნებულია, რომ ვინმე იქცავიდა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, და მეორე ნაწილი იქცავიდა ნიკა გვარანიას მხარდასაჭერად, და მესამე ნაწილი იქცავიდა იმიტომ რომ ნაციონალური მემკვიდრეობა მას ამის მანდატი მისცა. არა. ასე ნამდვილად არ არის და ეს ადამიანები ფიქრობს ასე ფიქრობს, მე დარწმუნებული ვარ, ხვალდაზე ისინი გაცილებით უფრო აქტიურები იქნებიან და მიხვდებიან, რომ თავისუფალი მედიისთვის ბრძოლა ეს არის ქვეყნის ნორმალისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ქვეყნის დემოკრატიისთვის ბრძოლა და ჩვენ ეს არ უნდა გავწიროთ. დღეს ამოცანები რამდენიმე გვედგენ, ხოლო რუსთავიერი არ არის დღეს ქვაკუთხედი ჩვენი საზოგადოების ბრძოლის. დღეს ჩვენ ძალიან ბევრი ქვაკუთხედი გვაქვს და ყველაზე უნდა ვიმშელოთ, ყველაზე უნდა ვიკამათოთ, ყველაზე უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი საკუთარი ხედვა, იმიტომ რომ დღეს ამოცანა დგას საბჭოთა კავშირი ისევ ცოცხლობს აქ, ისევ ცოცხლობს ჩვენში, ისევ უნდა ვიღაცა საბჭოთა კავშირში დააბრუნოს საქართველო, თუ პირიქით საქართველო არის თანამედროვე ევროპული სახელმწიფო მისი უსაფრთხოების, მისი დემოკრატიის მეტი დაცულობით. აი ეს ამოცანა ჩვენ ამაზე უნდა დავიწყოთ ახლა შეერობა და თავისთავად სასაცილოა იქ ვინ არის მესაკუთრე, უკაცრავად მესაკუთრე საკუთრებითი დავა რატომ ვერ წყდება წელიწად ნახევარია ბეტი. ამაზე თავადი მოდავა მხარემაც უნდა დაიწყოს ფიქრი, რა ხდება, რატომ ვერ წყდება მის სასარგებლოდ ეს საკითხი ერთი და მეორე უფრო საინტერესო და უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რატომ არის ასე დაინტერესებული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის, რომ ამ საკუთრებით დავაში იყოს თავიდან ფეხებამდე ჩართული. თუ საკუთრებითი დავა, მოკლედ საკუთრებით დავა და უშენოს მოსამართლე, რატომ ვერ იყიდება დღეს დიდი პალატა, რატომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ ზუსტადაც რომ აქ მხოლოდ საკუთრების საკითხი არ ეხილება, აქ ეხილება მედია პლურალიზმის და თავისუფალი მედიის მომავლის საკითხი. და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლეები ამ კონტექსტშიც მსჯელობენ და ფიქრობენ, იმიტომ რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ადგენს ქვეყანაში არა მხოლოდ ერთი განაჩენის ნამდვილობის საკითხს, არამედ ადგენს პოლიტიკურ დღის წესრიგს, საზოგადოებრივ დღის წესრიგს, ქვეყნის მომავალს. ამიტომაც უჭირთ მათ შეკრება და იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც გარკვეულწილად ესეთი ნეგატიური პოლიტიკური კონტექსტი შეიძლება ჰქონდეს. მადლობა ბატონო ზიად, მადლობა რომ ეკავით ჩვენი გადაცემის პროცესი, ჩვენ როგორც მედია საშუალება თვალს მივადევნებთ ამ პროცესებს, განშვიდობებით ჩვენ კი თემას